თქვენ სულ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეთ ბიულეტენი ეს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებად შორისი ურთიერთობების ცენტრის ბიულეტენია, რომელიც კერძო სკოლებს ეხება და პირველი კითხვა, სანამ ამ ბიულეტენის შინაარს ჩავწვდებით და მთავარ მიგნებებს, მინდა კითხოთ კერძო სკოლებს რომელი სოციალური ფენაც მიმართავს. რამდენად ესაჭიროებათ მათ 300 ლარიანი ვაუჩერი, ანუ 300 ლარის შეღავათი? დიდი მადლობა მოწვევისთვის და დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და ყოველთვის საგანმანათლებლო აქტუალური საკითხების გაშუქებისთვის. მინდა აღვნიშნოთ, რომ ეს კვლევები და მსგავსი ტიპის დახმარებები ჩვენ გვაქვს ამერიკელი ხალხისგან და მათაც მინდა მადლობა უთხრა, რომლებიც სულ გვეხმარებიან ჩვენი განათლების სოციალური სისტემის თუ ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. რაც შეეხება თქვენ შეკითხვებს, მათ შორის ჩვენმა კვლევამ თვალნათლივ აჩვენა ის დინამიკა ფასებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს კერძო სკოლაში, რამდენად არარელევანტურია ის თანხა, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის გამოყოფილი, იმიტომ რომ სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობაში ფასი წლიური გადასახადი არის 3000 ლარიდან 31000 ლარამდე. ეს არის დაახლოებით 85-86% მოსწავლეების სიხდის ამ თანხას და შესაბამისად თუ წარმოვიდგენთ 300 ლარი ყველაზე დაბალ შემთხვევაშიც კი შეადგენს მხოლოდ 10%-ს აღავლაპარაკობ მაღალ გადასახადზე. ხოლო 3000 ქვევით სკოლების რაოდენობაც არის მცირე, ისევე როგორც ამ სკოლებში მყოფი მოსწავლეების რაოდენობა. შესაბამისად 300 ლარიანი ვაუჩერი, რომელსაც სახელმწიფოს გამოყოფს, თვალნათელია, რომ მშობლის მიერ კერძო სკოლის არჩევანის და კერძო სკოლის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არანაირ გავლენას არ ახდენს. უფრო მეტიც მშობლების დიდმა ნაწილმა არც იცის, რომ ეს 300 ლარიანი ვაუჩერი მათთვის არის გამოყოფილი. სწორედ ამ კითხვით დავიწყეს დღეს. იცოდით კი, რომ სახელმწიფო თურმე თვითონ მოსწავლეზე 300 ლარიან ვაუჩერს გამოყოფს. იცით რა, ეხლა რომ მივხვდეთ, რა მიზანი ქონდა ამ ვაუჩერის შემოღებას 2005 წელს, როცა სწავლის საფასური მაღალი გადახდის სკოლებში 800 ლარს პრაქტიკულად არ ცილდებოდა. თუ შეიძლება რომ აგვიხსენით, რა ხელს აძლევდა მაშინ ეს 300 ლარიანი შეღავათი მშობელს? ან ვის შეძლო ესარგებლა ამ ვაუჩერით? კი ბატონო, ზოგადად ვაუჩერის თუ კერძო სკოლების დაფინანსების იდეა რამდენიმე მიზნიდან გამომდინარეობს. ერთ-ერთი, რაზეც ჩვენ დავიწყეთ საუბარი, არის სწორედ ის, რომ ამ ვაუჩერმა უზრუნველყოს მშობლის არჩევანი და ამ არჩევანის შესაძლებლობების გაზრდა, რომ მშობელმა აირჩიოს კერძო სკოლა უნდა თუ საჯარო სკოლა, იქიდან გამომდინარე რა ინტერესი აქვს მას. შესაბამისად უზრდიდა ხელმისაწვდომობას, უზრდიდა შესაბამისად თუ 800 ლარიანი იყო სკოლა გადასახადის თვალსაზრისით, ნაწილს, მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო ფარავდა. ზოგადადაც იდეა კერძო სკოლების დაფინანსების სხვადასხვა მოდელები არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი იდეა არის, რომ მშობელს ჰქონდეს მრავალფეროვანი არჩევანიდან შესაძლებლობა. ერთ-ერთი იდეა, რატომაც წამოვიდა ხოლმე, ხშირად მშობელს არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით აქვს იდეა, რომ კერძო სკოლაში ასწავლოს, არამედ ეს შეიძლება იყოს კონცეპტუალური და იდეოლოგიური კურიკულუმთან დაკავშირებით, უნდა სპეციფიკურად რაღაც სპეციფიკური სკოლები და ამის შესაძლებლობებსაც ქმნის სახელმწიფო. ხშირ შემთხვევაში ეს არის მაგალითად რელიგიური მოსაზრებები და სახელმწიფო აძლევს შესაძლებლობას, რომ თუ მშობელს აქვს შესაძლებლობა და სურვილი რელიგიურ სკოლებშიც მიიყვანოს, ოღონდ სახელმწიფო სტანდარტი უნდა იყოს დაცული. ერთი იდეა არის ეს, ანუ მშობლის არჩევანი, რომ აირჩიოს თავისი შვილისთვის სკოლა, კერძო იქნება, საჯარო სკოლა იქნება, სხვადასხვა კონცეფციებით აგებული სკოლა იქნება და თუ ასე შემდგომდას. მეორე მთავარი იდეა რაც არის, ეს არის თანასწორობის პრინციპი. ანუ იგულისხმება, რომ სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი თანასწორობას და თანასწორი საგანმანათლებლო შესაძლებლობები ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, მით მიუხედავად მათი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის. ანუ კერძო სკოლა არ უნდა იყოს შეზღუდული მხოლოდ მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეებისთვის. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რისთვისაც კერძო სკოლები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ხოლმე და განსაკუთრებით მემარჯვენე მიმართულების პოლიტიკოსების გამართლება ამ რეფორმების არის ამ თვალსაზრისით, რომ კონკურენცია კერძო სკოლებს შორის და კერძო და საჯარო სკოლებს შორის ხელს შეუწყობს ხარისხის განვითარებას, როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სექტორში, ანუ კერძო სექტორის დაფინანსებით ვაძლიერებთ
ვაუჩერებთ ხარისხს საჯარო სკოლებშიც, რადგან თუ კი კერძო სკოლები და საჯარო სკოლები კონკურენციაში შევლენ, ამით მოიგებს როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლის მოსწავლე. მაგრამ ეს ამასილარი შეიძლება საგანმანათლებლო რესურსების და სერვისების განვითარებაში ეხმარებოდეს კერძო სკოლას, სადაც გადასახადები რამდენიმე 1000 ლარიდან იწყება. ჩვენი კვლევა და ბიულეტენი სწორედ ამ მიმართულებით არის და მთავარი ფოკუსი გვაქვს იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკა კერძო სკოლების დაფინანსების ვერ აკმაყოფილებს ვერც ერთ ამ პარამეტრს, რისთვისაც ამ ტიპის მოდელი იქმნება. პირველი, რაზეც ვისაუბრებთ, ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით აბსოლუტურად ვერ აკმაყოფილებს, რადგან ხელმისაწვდომი არ არის, რესურსების და განვითარების თვალსაზრისით, კერძო სკოლების განვითარების თვალსაზრისით, 300 ლარიანი ვაუჩერი იმ სკოლებში, სადაც გადასახადი არის ძალიან მაღალი, აბსოლუტურად არაფრის მომცემია იმ თვალსაზრისით, რომ ეს სკოლები ისედაც ვითარდებიან. ამ წარმოვიდგინოთ სკოლები, რომელთა შემოსავალი წლიური არის 5 მილიონიდან 20 მილიონამდე, მათ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 300 ლარიანი ვაუჩერი არაფერში არ ჭირდება. ეს არის დამატებითი ფული მათთვის, რომლის გარეშეც ისინი ისევე ვითარდებიან. და მეორე მხრივ გვაქვს სკოლები, რომელიც თქვი, სადაც ყველაზე ცოტა მოსწავლეები სწავლობენ, სადაც გადასახადი არის დაბალი და ძირითადად ეს არის რეგიონებში და კერძო სკოლებს გულისხმობ, ხო? კი, კერძო სკოლებს და კერძო სკოლების განვითარება მარტო დიდ ქალაქებში და თბილისში და ბათუმში არ უნდა ხდებოდეს, არამედ ყველგან უნდა ხდებოდეს. იდეა ეს არის კერძო სექტორის განვითარება. ამ სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა არის მცირე, ხოლო ეს სკოლები 300 ლარიანი ვაუჩერით ვერ ახერხებენ განვითარებას და შესაბამისად ამ რეგიონებში კერძო სკოლები ხშირ შემთხვევაში საკუთარი ხარისხით ჩამორჩებიან საჯარო სკოლებს და კონკურენცია და ხარისხის განვითარება კერძო და საჯარო სკოლებში არ ხდება, იმიტომ რომ მათ 300 ლარი არ ყოფნით განვითარებისთვის და საჯარო სკოლები იღებენ უფრო მეტს, აქვთ უფრო მეტი შესაძლებლობები და იგივე რეგიონებში ხშირად არის რომ კერძო სკოლის მასწავლებლის მიზანია როგორმე გადავიდეს საჯარო სკოლაში, იმიტომ რომ იქ გაცილებით უკეთეს პირობებში არიან მასწავლებლები. ბატონო, როგორი არის საერთაშორისო პრაქტიკა? ძალიან გულუბრყვილო კითხვა რომ დავსვათ ახლა. ჩვენ ხო ვიცით რომ თქვათ წამყვან განვითარებულ ქვეყნებში, თქვათ ესეთ პრესტიჟულ სკოლებში, კოლეჯებში, უნივერსიტეტებში სწავლა მაღალ საფასურთან არის დაკავშირებული და არც იქ არის თქვათ ესეთი ყველა სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომი, ხო? სწავლა ასეთ დაწესებულებებში. როგორ მუშაობს იქ სისტემა და რა მოდელზე შეიძლება ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაში? იმიტომ ჩვენ საუბრობთ რაზე? თქვენი კვლევა და თქვენთან საუბარი დღეს გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ესე იგი დასკვნა, რომ კერძო სკოლებს ყველას მით უფრო რომ სადაც გადასახადი 3000 ლარს ცილდება, შეიძლება ისე მნიშვნელოვნად არ ჭირდებოდეს ეს 300 ლარიანი ვაუჩერი სახელმწიფოსგან თითო მოსწავლეზე, როგორც სხვა სკოლებს, ხო, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ იგივე რეგიონებში, იგივე თქვათ უფრო მცირე სკოლებში. რა მოდელზე შეიძლება ვიფიქროთ, როგორ შეიძლება თქვათ სახელმწიფომ იფიქროს მომართოს მაშინ ეს 20-მდე მილიონი ლარი? ანუ ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20 მილიონი ლარი გამოიყოფა და ჩვენ გვაქვს წირი რესურსი. ამ თვალსაზრისით არა გვაქვს ძალიან დიდი რესურსები, მათ შორის 20 მილიონი, დამატებით 31 მილიონი გამოიყოფა საპატრიარქო სკოლებისთვის. ეს ნიშნავს 51 მილიონს სახელმწიფო გამოყოფს ამ თვალსაზრისით და მიზანს ვერ ახსენებს. რაც შეეხება საერთაშორისო მოდელებს, აქ ბევრი მოდელია, რომლის აღებაც ჩვენ შეგვიძლია და რომელთა გამოცდილების გამო. ზოგადად ვაუჩერები არის ერთ-ერთი მოდელი კერძო სკოლებში, გარკვეულწილად ხელმისაწვდომობის გაზრდით, მაგალითად არის სტიპენდიების, სკოლარშიფების მოდელი, როდესაც კერძო სკოლები არსებობს, შეიძლება იყოს მაღალანაზღაურებადი, მაგრამ სახელმწიფოს აქვს პარტნიორობა ამ კერძო სკოლებთან, რომლის ფარგლებშიც ის ვალდებულია უზრუნველყოს რაღაც კვოტა სოციალურად დაუცველი მოსწავლეების. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს 20% და როდესაც მაღალი ხარისხის კერძო სკოლა არსებობს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ბიზნესია. ხშირ შემთხვევაში ბევრ ქვეყანაში სკოლა არ არის ბიზნესი და არ არის მომგებიანი, არ შეიძლება მომგებიანი ორგანიზაციებს ჰქონდეთ. ის და ზოგიერთ შემთხვევაში გადასახადის დამატებაც არ შეიძლება, მაგრამ როცა ეს არის ბიზნესი, მათ შეიძლება ჰქონდეს სტიპენდიები, სადაც მაგალითად 20% ხელმისაწვდომი მიექნება ყველა ადამიანისთვის. ანუ ვაუჩერი არის ერთ-ერთი ფორმა, ან იგივე საგადასახადო შეღავათი, როდესაც მშობლებს საგადასახადო შეღავათს აძლევენ და ამ შეღავათის ფარგლებში ის
იყენებს საკუთარი შვილის განათლებას. ანუ ეს გამრავალფეროვნება შეიძლება, რათა ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. მეორე მნიშვნელოვანი მოდელი აქ კერძო სკოლებში ჩვენ ხშირად გვაქვს აღქმული, რომ კერძო სკოლა უნდა იყოს მაღალანაზღაურებადი, კერძო სკოლა უნდა იყოს კერძო სკოლა ყოველთვის არის საფრთხის მატარებელი და ყველა ქვეყანა ფრთხილად უყურებს სოციალური სტრატიფიკაციისა და სეგრეგაციის თვალსაზრისით. მაგალითად, შვედეთში კერძო სკოლების ესე განვითარებამ გამოიწვია სეგრეგაცია, როდესაც მდიდარი ადამიანები სწავლობენ ერთი ტიპის სკოლებში, ღარიბი ადამიანები სხვა ტიპის სკოლებში. მიგრანტები სწავლობენ სხვა ტიპის სკოლებში, ქალაქის დასახლებებში სხვა ტიპის. ამ სეგრეგაციამ სერიოზული პრობლემები შექმნა და მათ გადახედეს მომგებიანი ორგანიზაციების მიერ კერძო სკოლების დაფინანსებას. ამიტომ კერძო სკოლა არ ნიშნავს, რომ მაინც-მაინც მშობელი დიდ თანხას იხდის. ზოგიერთ შემთხვევაში არის, რომ სახელმწიფო აწესებს, რომ კერძო მმართველობა იყოს, მაგრამ გადასახადი არ დაემ. ანუ მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს მათ შორის კერძო სკოლას, რათა მართლა ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს ამ კერძო სკოლაში სწავლა, ან უწესებს გარკვეულ ზღვარს, რომ რაღაც თანხის შედგომ არ შეიძლებაოდეს გადასახადის დაწესება. ყველა ეს მექანიზმი შეიძლება ჩვენ ავამუშაოთ და რეალურად გამოვიყენოთ. და გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ კერძო და საჯარო სკოლების არსებობა მაინც და მაინც არ ნიშნავს, რომ ახალი კერძო სკოლები დაფუძნდეს ან არსებული იყოს. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რასაც ჩვენ არ ვიყენებთ. საჯარო სკოლაში კერძო სექტორის შემოყვანა. ანუ ეს მარტო დაფინანსებასთან კი არ არის დაკავშირებული, მნიშვნელოვნად კერძო სექტორის არსებობა არის დაკავშირებული მართვასთან. ეს გულისხმობთ. აი ამ კერძო სექტორის შემოყვანაში. მართლობითი რგოლი იქნება კერძო ჯგუფების. ანუ საჯარო სკოლები შეიძლება მართოს გარკვეულმა კერძო ჯგუფმა ადამიანებსაც, რომელთა პროგრამებს ავტორიზაციას გასცემს განათლების და მეცნიერების სამინისტრო და ანგარიშვალდებულების მექანიზმებსაც დააწესებს განათლების და მეცნიერების სამინისტრო. ისევე როგორც სახელმწიფო ისევე დააფინანსებს ამ სკოლებს, როგორც აფინანსებს, მაგრამ მართლობა იქნება განკერძოებული. მართავს კერძო ჯგუფი. ეს განაპირობებს ზოგადად კერძო სექტორი ყოველთვის უფრო ეფექტურად და ეფექტიანად მართავს ნაკლები ბიუროკრატიით. გარდა ამისა, ეს მეტ ავტონომიურობას განაპირობებს, რომ ეს კერძო ჯგუფი მათ აქვს მეტი ავტონომიურობა მართლობაში, შესაბამისად მეტად თავისუფლად მართავენ, ვიდრე სახელმწიფო ნებისმიერ სახელმწიფოში არის მეტი ბიუროკრატია, არის შუარგოლები, არის სკოლის მართლობა. ამიტომ ყოველთვის არის საუბარი, რომ საჯარო მართლობა და სახელმწიფოს მიერ მართლობა სკოლის არის პრობლემატური და როგორ გავაკეთოთ, რომ კერძო სექტორი შემოვმეტი ავტონომიურობა მივცეთ მათ შინაარშიც და მართვაშიც, მაგრამ გავაძლიეროთ ანგარიშვალდებულების მექანიზმები. ამ პრინციპებზე გადადის ძირითადად, რათა აქ ორი პრინციპია დაცული. ერთი პრინციპი კერძო და საჯარო სკოლები მართლობის თვალსაზრისით იქნება თუ ფინანსების თვალსაზრისით უნდა არსებობდეს, მაგრამ მათი რესურსები უნდა იყოს ერთნაირი და არა განსხვავებული. ანუ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისე, რომ არსებობდეს კერძო სკოლები, სადაც იღებენ კარგ განათლებას, აქვს დიდი რესურსი, დღეს ესეა. ყველა საერთაშორისო შეფასება თუ შიდა შეფასებები აჩვენებს, რომ კერძო სკოლის მასწავლებლებს აქვს ბევრად დიდი, ხოლო საჯარო სკოლა არის მძიმე დღეში. ანუ კერძო სექტორს და კერძო ინვესტიციებს თუ კერძო მართლობას იყენებენ საჯარო სექტორის განსავითარებლად და არა ის, რომ ცალკე აღებული სექტორი შევქმნათ, სადაც შეიძლება გქონდეს ცუდი განათლება, მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა აქ მიიღოს კარგი განათლება და იყოს წარმატებული. ჩვენი საუბრის მთავ საწყის 2005 წელს, როცა სახელმწიფომ გადაწყვიტა, ხო, რომ ეს ვაუჩერები გაეცა თითო მოსწავლეზე, შევახსენოთ კიდევ ერთხელ მაყურებელს, კერძო სექტორში სწავლა 800 ლარს პრაქტიკულად არ აღემატებოდა და მაშინ ეს 300 ლარიანი ვაუჩერი იძლეოდა რაღაც მნიშვნელოვან შეღავათს, იმიტომ რომ დაახლოებით 40%-მდე გამოდიოდა ეს შეღავათი, ხო? მე მგონი ცოტა ნაკლები. დღეს როცა სწავლის გადასახადი რამდენიმე ათასს უტოლდება ან კიდევ ცდება და ხო შეიძლება კერძო სკოლების ბაზარი ხო შეისწავლეთ თქვენ აფასებში მერყეობს სწავლა კერძო სკოლებში საქართველოში. ანუ 31000-მდე ადის და სკოლების წლიური გადასახადი და სკოლების 80%-ზე მეტში ის არის 3000-დან ზევით 8000 3000-დან იწყება საწყისი არის. ხო, აი 68000 მოსწავლეა ჩვენთან მაგალითად კერძო სკოლებში და აქედან 18000 მოსწავლე სწავლობს სკოლებში, სადაც გადასახადი არის 8000 ლარზე ზევით.
და სადაც 3000 ლარს ქვევით არის გადასახადი, იქ სწავლობს მხოლოდ 10-დან 12000 მოსწავლე. ანუ მოსწავლეების უმეტესობა სწავლობს ძალიან მაღალ ანაზღაურებად სკოლებში და განვითარების თვალსაზრისითაც ამ სკოლებს აქვთ განვითარების შესაძლებლობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ 2005 წელს, როდესაც ვაუჩერი შემოვიდა, იქ განსხვავებები იყო კერძო სკოლის დაფინანსებების შორის, ისევე როგორც საჯაროში. ანუ მაღალმთიან და სასოფლო დასახლებებში თუ იქნებოდა სკოლა, კერძო სკოლა, ის მიიღებდა იგივე ვაუჩერს, რასაც საჯარო სკოლა და ეს ვაუჩერები განსხვავებული. მინდა დავსვა ეგეთი კითხვა, რომელიც არის მართლა შეიძლება გულუბრყვილო იყოს, თუმცა ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ დავიწყეთ ესე, რომ იცოდით თუ არა. ამის შესახებ, რომ სახელმწიფო 300 ლარიან ვაუჩერს გასცემს თითოეულ მოსწავლეზე. რამდენად არის ამ დროს რახან მე არ ვიცოდი, მართლა პირველად მისცეს ყველაფერი და შეიძლება არ მივაქციო ყურადღება, თუმცა ჩემმა შვილებმაც გაიარეს სკოლა ამ წლებში ზუსტად 2005-დან ზემოთ. ხო, რამდენად არიან ინფორმირებულები ამასთან დაკავშირებით, მშობლებიც, თვითონ მოსწავლე შეიძლება არ იყოს შედის ახლა სკოლაში, მაგრამ რამდენად ძირითადად არ არიან ინფორმირებულები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ იმდენად მაღალია გადასახადი როგორც წესი, ის 300 ლარი მათ ამით არ უცვლის. და კერძო სკოლებიც მაინც და მაინც შეხებაში არ არის მაინც ამის ინფორმირებით ის რომ თქვენ რომ იხდით 5000 ლარს სახელმწიფო კიდე ჩვენ გვიმატებს 300 ლარს და შემოსავალი სახელმწიფოს ამის ინფორმირებით მაინც და მაინც დაკავებულები არ არიან და ისინიც არ აღიქვავენ როგორც მნიშვნელოვან კონტრიბუციას საკუთარი მოსწავლის, ანუ ისინი ამ მოსწავლეებს ისედაც მიიზიდავენ. სახელმწიფომ რომც არ გადაიხაძოს ეს 300 ლარი კერძო სკოლებში ეს მოსწავლეები მაინც იქნებიან, უბრალოდ ამ კერძო სკოლას დააკლდება გარკვეული თანხა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ზედმეტი არავისთვის არაფერი არ არის, თუ მიიღებს თანხას მათთვის კარგია, მაგრამ განვითარებისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ამის ცოდნა აუცილებელი, გასაგებია. მაგრამ ის თავარი მიზანი, რომ ვაუჩერს უნდა გაეხადა ხელმისაწვდომი კერძო სკოლაში სწავლა უფრო მეტი მშობლისთვის, დღეს ეს იდეა არის აბსოლუტურად გამქრალი, ხო, ახლა რასაც ვისმენთ თქვენგან. მაშინ ვთქვათ, რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ? იცით რატომ ვსვამ ამ კითხვას პირველ რიგში, იმიტომ რომ კვლევაც მაინტერესებს, რა მიზანს ემსახურებოდა? ხო, ეს არის კვლევის პირველი ეტაპი, როდესაც ჩვენ ფასები შევისწავლეთ. კვლევის მეორე ეტაპს გეგმავთ, სადაც გვინდა რომ შევისწავლოთ ბევრი ფაქტორი, მათ შორის ის ფაქტორები, რა განაპირობებს სკოლის არჩევანს, მათ შორის კერძო სკოლის არჩევანს და გარკვეულ დასკვნებამდე მივიდეთ. რა მოდელი შეიძლება იყოს? პრინციპში რა მოდელიც ვისაუბრე და აპრობირებულია. მაგალითად, სახელმწიფო შეიძლება ჩვეულებრივად ეს 51 მილიონი კი არ არის მაინც და მაინც შეიძლება ეს იყოს 100 მილიონი, ან ბევრად მეტი გამოყოს, მაგრამ მიზნად აიღოს, რომ ხელმისაწვდომობა იყოს უზრუნველყოფილი და ეს შეიძლება იყოს საკმაოდ მაღალი დაფინანსება, რათა მოხდეს კერძო სკოლებზეც ხელმისაწვდომობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ ხშირად ორი დილემა არის ხოლმე. ერთი დილემა, რომ თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და მეორე დილემა არის ხოლმე, რომ შეიძლება შევზღუდოთ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფული, ის გადაიხადონ იმ სერვისში, რაც მათ ზოგიერთ შემთხვევაში ამ დილებებში სახელმწიფო იმაზეც მიდის, რომ ზღუდავს. ანუ არ აქვს აწესებს, რომ არ შეიძლება დაამატოს კერძო სექტორმა გადასახადი, იმიტომ რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს მის გადასახადს. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ასეთი გარკვეული შერეული მოდელი შეიძლება იყოს, ანუ სახელმწიფომ შეიძლება თქვას, რომ მე დავაფინანსებ სკოლებს, თუ მათი გადასახადი არ აღებატება რაღაც თანხას, სადაც მისი წილი იქნება მნიშვნელოვანი. ოღონდ ეს თანხა არ იყოს 300 ლარი, არამედ იყოს თუნდაც იმდენი რამდენიც აქვს საჯარო სკოლებს საშუალოდ ერთ მოსწავლეზე გათვლილი, რომ თანაბარ პირობებში დადგეს. რამდენია ეს? ეს სხვადასხვა შემთხვევაში 300 ლარია ერთ მოსწავლეზე გათვლილი, მაგრამ პირველიდან მერვე კლასამდე არის კოეფიციენტი დამატებული 1.6%, მაღალმთიანში მაგალითად 625 ლარია პირველიდან მერვე კლასამდე, მე-9-დან მე-12-მდე ცოტა უფრო მაღალია ერთ მოსწავლეზე. გარდა ამისა, სახელმწიფო მათ აძლევს დამატებით საბაზო დაფინანსებას, რომელიც მოჭრილი თანხით არის და კიდევ აძლევს მასწავლებელთა ხელფასებს. ამ განსხვავებულ ვითარებაში
საშუალებაში არიან და საშუალო თერთმოსწავლეზე საკმაოდ მაღალი დაფინანსება გამოდის. ჩვენ 2014-ში ჩავატარეთ, იმის მერე ბევრად გაიზარდა თანხა, მაგრამ იყო სკოლები, სადაც სახელმწიფო 8,000 ლარს ხარჯავდა ერთ მოსწავლეებზე საჯარო სკოლაში. შესაბამისად, ეს არის განსხვავებული და ამ თვალსაზრისით თუ თანაბარ პირობებში ჩააყენებს, ამ შემთხვევაში ის კერძო სკოლები, რომლებიც დღეს ვერ ვითარდებიან, დაბალ ფასს ინარჩუნებენ, მაგრამ ვერ ვითარდებიან და დაბალ ფასს იმიტომ ინარჩუნებენ, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში არ აძლევს შესაძლებლობას მაღალი ფასი ეწოს. ეს შესაძლებლობას მოგცევს რეგიონებში განავითაროთ ეს კერძო სკოლები, ხოლო თბილისში მყოფ კერძო სკოლებში, რომლებიც ისედაც ვითარდებიან და კარგია რომ ვითარდებიან, იქ ვიფიქროთ ეს სკოლებიც როგორ გავხადოთ ხელმისაწვდომები და რადგან ვისაუბრე, ეს შეიძლება იყოს სტიპენდიის პროგრამა, სადაც სახელმწიფო ეთქოს კერძო სკოლას 20%-ის ალოკაცია მოახდინე შენ სოციალურად და გამოაცხადე კონკურსი და ის ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება, რომელსაც სამწუხაროდ დღეს საჯარო სკოლა ვერ აძლევს, ექნებათ შესაძლებლობა რომ მისცეს. თუმცა გრძელვადიანად ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ საჯარო და კერძო სკოლა იყოს თანაბარი რესურსების თვალსაზრისით ყველანაირად. უბრალოდ კონცეპტუალურად შეიძლება იყოს განსხვავებები, მართვის თვალსაზრისით შეიძლება იყოს განსხვავებები და მშობელმა აიჩიოს ამ განსხვავებების მიხედვით კერძო უნდა თუ საჯარო სკოლა და არჩევანის შესაძლებლობა დიდი მადლობა, როცა პარალელს ავლებთ საერთაშორისო გამოცდილებასთან, უნდა ახსენეთ კიდეც, რომ თანაბარი უნდა იყოს ეს რესურსები მაქსიმალურად, ხო? კერძო და სახელმწიფო სექტორში უნდა გავიაზროთ ისიც, რომ როდესაც ჩვენ ვახსენეთ ის სოციალური ფენა, რომელსაც წამყვან ქვეყნებში არ ხელეწიფება შვილებს ასწავლოს კერძო, ძვირადღირებულ, მაღალი გადასახადის მქონე სკოლებში, იღებს სახელმწიფოს განათლების სერვისს, ასწავლის სახელმწიფო სკოლაში, სადაც რომელიც ტოლს არ უდებს განათლების დონით, განათლების გაზიარების და ცოდნის გაზიარების კუთხით კერძო სკოლებს. ესეც უნდა აუცილებლად გვახსოვდეს. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ ძალიან საგულისხმო ნიშნებებისთვის.